მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. მსოფლიო ამბებით გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების თხოვნით თუ მოთხოვნით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს ეკუთვნოდა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას, ასე ვთქვათ, ირანში მოკლედ საომარი მოქმედებების დასრულებას ითხოვს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების დიდი ნაწილი, შესაბამისად ისინი აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი ზიანს აყენებს ევროკავშირის საომავლო პერსპექტივას, ეკონომიკურ განვითარებას და რა თქმა უნდა ზრდის ნავთობის ფასებს, რაც დიდწილად გამოწვეულია ირანში მიმდინარე კონფლიქტით. თან ყველგან დაჩქარდა უკვე ინფლაცია 2023 წლის ნიშნულამდე, ლამის ყველა ქვეყანაში. შეცვალა სხვათა შორის საერთაშორისო ფინანსის ინსტიტუტებმა ინფლაციის მოლოდინებიც და კიდევ გადაიხედება სავარაუდოდ ზაფხულის განმავლობაში. G7-ის მინისტერიალზე მოხდა ამ თხოვნის გაჟღერება, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს ამასთან დაკავშირებით. ასევე რაც შეეხება ამერიკული მხარის პოზიციას, ვაშინგტონმა ევროპელ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ ასე ვთქვათ, მათი ეკონომიკური პრობლემები, მათივე შიდა პოლიტიკური გამოწვევებია, შესაბამისად რაღაცა რეიტინგების დაქვეითება საკუთარ სახელმწიფოებში უნდა დააბრალონ საკუთარ თავს და არა გარე ძალეს პრაქტიკულად თქვეს რომ არაფერ შუაში ირანში მიმდინარე ომი და ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები 80%-ით გაძვირებული ნავთობი არაფერთან კავშირში არ არისო და უბრალოდ აი თქვენი შიდა პოლიტიკური ამბებია და ეს ეკონომიკური სტაგნაციაცო და შემცირებაცო აქედან გამომდინარეობს. თორე ნავთობი რო გაძვირდა ახლა 80%-ით და ჰორმუზის რუტე რო დახურულია და ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს ჩვენი ბრალ ნამდვილად არ არისო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში მხარებმა სავაჭრო დისბალანსი განიხილეს, ასევე ფინანსური დანაშაულის სქემები და ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. მოკლედ გარდა იმისა, რომ რაღაცა სურვილი გამოთქვეს, ანუ მზაობა არა პრინციპში სურვილი, მოთხოვნა და თხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართის, რომ სწრაფად დასრულდეს ეს კონფლიქტი, გაიხსნას ჰორმუზის რუტე, რაც გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მთელი მსოფლიოს და არა მარტო ევროკავშირის მნიშვნელოვანია, ეს ხაზგასმელია, რომ ეს აღინიშნა ფინანსთა მინისტრების მიმართვაში. გარდა მაგისა სხვა საკითხებზე იმსჯელეს და იმუშავეს G7-ის მინისტერიალზე, თუმცა როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი, როგორც ახსოვ მერეკლე, არ არის კმაყოფილი ამ განცხადებით და ამბობს, რომ ეს შიდა პრობლემებია, რომელიც ევროკავშირს აქვს და ამაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელი არანაირად არ ურევია. ხო, რამდენად დასაჯერებელია ეს სხვა საკითხია, რადგანაც ვიცით, რომ მსოფლიოში ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი არის ნავთობის გაძვირება. ნავთობის გაძვირება კი გამოიწვია სწორედ ჰორმუზის რუტის ჩაკეტვამ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური განცხადება გავრცელა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, იდეაში რიგით მეორე კაცმა, JD Vance-მა და თქვა, რომ თეთრ სახლსა და თეირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა ძალიან სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს, ისეთ პროგრესს, როგორც აქამდე ჯერ მიღწეული არ ყოფილა მთელი ამ თვეების განმავლობაში და უკვე შესაძლოა მომდენო რამდენიმე საათში, ეს მე რამდენიმე 48 საათია უკვე აღარც ვიცით, აი მომდენო 48 საათში. არ ამოწყურა. 48 საათი არ სრულდება, მუდმივად თავიდან ახლდება. მომდენო 48 საათში შეიძლება უკვე პირველი, ასე ვთქვათ, შეთანხმების გარკვეულწილად დრაფტი გამოჩნდეს დოკუმენტისა. სწორედ ეს არის ის სიახლე, რაც ბირჟაზე პოზიტიურ დინამიკას იწვევს და ნავთობს აიაფებს. მეტი დეტალები არ თქმულა JD Vance-ის მხრიდან, მისი განცხადებით საკითხი, რა თქმა უნდა, შეეხება ბირთვულ პროგრამას, საერთოდ რის გამოც დაიწყო ეს კონფლიქტი, ასევე შეეხება ბალისტიკური რაკეტების წარმოების საკითხს და აგრეთვე ჰორმუზის გახსნა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელი მოცემულობით, თუმცა აქ გაუგებარი ერთი ის არის, რამდენად იზიარებს ამ სულისკვეთებას თეირანი, რადგანაც უკვე ძალიან დიდი ხანია. გასაგებია იგი, გაუგებარი არ არის. უბრალოდ არ დაუსახელებიათ მათ კონკრეტულად, ვიცით ალბათ რასაც იტყვიან, მათთვის ეს პირობები არის მიუღებელი, ისინი უკან არ დაიხევენ. ვიცი როგორი წრია დაახლოებით დოქტორ სტრენჯი რომ დორმამუსთან მიდის დოქტორ სტრენჯი გაუთავებლა და ბოლოს დანებდება ის დაახლოებით იგივე გამანადგურებელი ძალა, აი ეგეთი ვინ დანებდება ეხლა უსასრულოდ იგივეს ვამბობთ, წინაკვირასაც იგივე ვთქვით პრინციპში. დროის ქვაა. გავიჭედეთ ამ რეალობაში. დროის ქვას დონალდ ტრამპი მართავს.
სხვათა შორის ეს დროის ქვა და ეს დამოკიდებულება დონალდ ტრამპის შეიცვალა ფედერალური რეზერვის მისამართით, რაც გასაკვირია პრინციპში დონალდ ტრამპმა მოკლედ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს, არ სთხოვს მოკლედ ფედს, რომ საპროცენტო განაკვეთების შეამციროს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირების ძალიან ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა ამ პროცესს. ხო, ჯერომ პაუელთან მიმართებით ის ამბობდა, რომ ჯერომ პაუელი იქცევა პირველად ვთქვათ, არასწორად და აუცილებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება ეკონომიკის სტიმულირებისთვის, განვითარებისთვის. დასაჭერიც არისო, ამასაც იზრდება. კი ბატონო, პროკურატურა მას დაიწყო გამოძიება ჯერომ პაუელის საწინააღმდეგოდ, თუმცა ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო ჯერომ პაუელმა ბოლომდე, ასე ვთქვათ, დადგა თავისი დამოუკიდებელი ინსტიტუტის მხარეს, დადგა რიცხვების მხარეს და შესაბამისად იმოქმედა. ახლა ტრამპი ამბობს, რომ არანაირი მოთხოვნა ფედის მისამართით არ აქვს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით და უორში, რომელიც ახალი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელია, მასაც სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ექნება. კევინ უორშიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით და ამბობდა, რომ არანაირი შეთანხმება პრეზიდენტ ადმინისტრაციასთან არ ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომელსაც გახდებოდა ფედის ხელმძღვანელი საპროცენტო განაკვეთებს გადახედავდა კლების მიმართულებით. მით უმეტეს ახლა ანალიტიკოსების შეფასებით უფრო ზრდის მიმართულებით შეიძლება გადაიხედოს. და უორშის პირველი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ზრდა. ხო, და არც კლება. მინიმუმ უცვლელად დატოვებს. საუკეთესო ვარიანტი უცვლელობა. კლება გამორიცხულია და არ იქნება. საუკეთესო ვარიანტია რომ დატოვოს უცვლელი და მეორე ვარიანტი, ეს უარესი ვარიანტი არის გაზრდა მინიმუმ 0.25 მიასადი საბაზისო პუნქტით. შესაბამისად, დღეს რაღაც საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაცია შეეცდება ფედის დამოუკიდებელ შესვლას და ჩარევას, ტრამპმა პრინციპში ამ განცხადებით გააკარწყლა, ან შეიძლება ეს განცხადება გაკეთდა ჟურნალისტებისთვის და ანალიტიკოსებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ უორში არის ის ფიგურა, რომელიც რეალურად ფიქრობს იმაზე, რომ ფედის დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ზოგადად საფინანსო სამყაროსთვის და უორში ამ მიმართულებას მიყვება. თან მხოლოდ უორში არ არის დამოუკიდებლობა. საპროცენტო განაკვეთების გაზრდა. იქ არის საბჭო, რომელიც მართავს პროცესს. ასე რომ რაღაც კითხვის ნიშნები, ერთადერთი კითხვის ნიშანი რაც არის, მაშინ რას ერჩოდა ჯერომ პაუელს დონალდ ტრამპი. ალბათ პიროვნული დაპირისპირების გამო, არ ვიცი, სხვა რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, ასე უცებ შეცვლა. გასაგებია სხვა გეოპოლიტიკური ვითარება, სხვა მოცემულობა, შეიძლება ტრამპი მაშინ ფიქრობდა, რომ ეს პირიქით დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. არც 4%-იანი ინფლაცია არ იყო მაშინ. არც ნავთობი იყო 80%-ით გაძვირებული, არც ჰორმუზის სრუტე არ იყო ჩაკეტილი და არსებითაც სხვა ეკონომიკურ რეალობაში ვიყავით და სხვათა შორის ამაზე მაშინ საუბრობდა როგორც პაუელი, ასევე ვორში, რომ იმ დროს იყო გარემო იმისა, რომ განაკვეთები შემცირებულიყო, მაგრამ დღეს მაშინ ეს გარემო უნდა გაგრძელებულიყო და ვორში გააკეთებდა. რომელიც გარკვეულწილად შეიცვალა ტრამპის გამო. შესაბამისად, ძალიან რთული ახლა ტრამპმა ამ შეცვლილ გარემოში იგივე მოითხოვოს, რასაც ითხოვდა 2-3 თვის წინ. ეგ უბრალოდ არ გამოვა და ამას უკვე თავადაც ეგუება, როგორც ჩანს, საკმაოდ ისეთი რეალისტური მოლოდინები გაუჩნდა ვორშის მიმართ, რაც კარგი არ გვინდა ფედთან დაპირისპირება, არ გვინდა არავის. ფედის ასე ვთქვათ, მანდატი უნდა იყოს ხელშეუხებელი და ფედის სტატუსზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ ფედის მიმართ დობა შეერყევა ინვესტორების მხრიდან, ეს გამოიწვევს ობლიგაციების განაკვეთების დასს და ეს მთელი პლანეტისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამის დეტალებში ჩასვლას არ აქვს აზრი, ფედი იქ უნდა იყოს, სადაც არის, როგორც არის და რა ფორმითაც არის. აქვე ჩვენ უკვე გადავიდეთ დიდ ბრიტანეთში, სადაც ვიცით, რომ ცოტა არ იყოს და ისეთი პოლიტიკური კლიმატი დათბა გაწყალდა ძალიან სწრაფად, რადგანაც პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიმართ არის კრიტიკა და კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო მთავრობამ და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულწილად რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას, მაგრამ ამავდროულად საგამონაკლისო წესის დაშვებას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისცემს რუსულ ნავთობს იმის საშუალებას, რომ აღმოჩნდეს დასავლურ ბაზარზე, მათ შორის გვერდითი ეფექტით, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ბაზარზეც. ამ კანონპროექტს ხოთაშორის სტარმერი გამოეხმაურა და მან სრულად უარყო, რომ ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ან სანქციების შემსუბუქებას, ან რუსულ ნავთობზე გადასვლას, ან კრემლის ხარდაჭერას, ან პუტინისთვის ფულის გადაცემას. მისი თქმით, უბრალოდ ახლა იმდენად რთული ვითარება სანავთობო ბაზარზე და ფიზიკურად
უბრალოდ ნავთობი არ არის პლანეტაზე, რადგან ჰორმუზშია ყველაფერი გაჭედილი, ამიტომ დიდად არჩევანი არ აქვს ბრიტანეთს, რომელსაც სჭირდება იმპორტირებული ნავთობი და მოუწევს ქვეყანას, რომ საგამონაკლისო წესით შეიძინოს ნავთობი ყველასგან, ვისგანაც შეძლებს. ეს დაახლოებით იგივე გამონაკლისია, რაც ამერიკამ დაუწესა თავად რუსეთს, ის 30 დღიანი გამონაკლისის წესი, რომელიც ითვალისწინებს ტანკერებში მოქცეული რუსული ნავთობის, ასე ვთქვათ, დაშვებას, დაახლოებით იგივე კანონზე გვაქვს აქაც საუბარი, არაფერი რადიკალური და უცნაური აქ არ არის, მაგრამ ბრიტანელმა კანონმდებლებმა და ოპოზიციონერებმა გააკრიტიკეს ამის გამო სტარმერი და მას ბრალი დასდეს რუსეთის ხელშეწყობაში და იმაში, რომ ერთ მხარეს ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, მეორე მხარეს ბრიტანეთი აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ გაყიდოს ნავთობი, რაც არის არათანმიმდევრულობა მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც ვთქვით, სტარმერი ამას უარყოფს, პრინციპში მისი არგუმენტით საკმაოდ მყარია, რადგანაც ფორს-მაჟორია, არ არის ასეთი მოცემულობა, ისეთი რაც ყოველდღე არის ხოლმე, რაც ჰორმუზი არ ყოფილა ჩაკეტილი ძალიან დიდი ხანია და ბრიტანეთს არ არის ის ქვეყანა, რომ შეეძლოს თავის ენერგორესურსებზე ცხოვრება. დამოკიდებულია იმპორტზე და როდესაც ნავთობი არ აქვს, ძალიან რთულია გააგრძელოს ცხოვრება. თან ბრიტანეთში განსაკუთრებით აწუხებთ ინფლაცია და ნავთობის გაძვირება. მთელი პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს ბრიტანეთში არის, ისედაც ნავთობთან დაკავშირებული და აქ დამატებითი შეზღუდვების შენარჩუნება ახლა იქნებოდა ნამდვილად ძალიან რთული. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.